ესეც დღე 4 თუ 3 4. მოკლედ ეხლა არის საღამოს 6 საათი. წესით ეხლა ამ ვიდეოს ჩართვამდე, ამ კადრამდე იქნებოდა კანიონის ხედები. ესე დაიწყო ჩვენი დღე, დილა, შვადღე და ეხლა წამოვედით უფრო მაგარ ადგილას, საიონის ეროვნულ პარკში. Sion, right? Yes. ესეთ სილამაზეში დღეს უბრალოდ ჩამოვედით, ტერიტორია ვნახეთ. ზიგზაგი გზა არის, ისევ ასასვლელი ხა უკან. კემპგრაუნდი, ანუ საბანაკი ადგილი უნდა ვიპოვოთ, სადაც ღამეს გავაცვეთ და ხვალდილიდან დავიწყარი ამბები იქნება, პირდება აგერ ხალბატონი და ნახოთ რაები იქნება. ამ კადრის შემდეგ დაემატება დღევანდელი კადრები, რომელიც ჩამოსვლისას გადავიღეთ. აი ულამაზესი ადგილებია, თან ისეთი ადგილია, რომელსაც კოლორადოსგან განსხვავებით საქართველოში ვერ ნახავ. აი ეს ამერიკა არის, რომელიც ჩვენ ფილმებიდან და რეკლამებიდან გვინახავს. და მოკლედ ეხლა განახებთ კადრებს, თუ რამ აღმაფრთოვანა და რა უმეცუნა ყველაზე მეტად და შემდეგ უკვე დღე მე-5 გათენდება ხვალდილიდან უკვე შევუდგებით სხვადასხვა სალაშქრობი ლიკების მოვლას, რომელსაც შემდეგ უკვე ჩართვით გამცნობთ. მასობაში ბოდიალისას აი ესეთი სილამაზე ვნახეთ ბუნების. იქით ახლა როგორ ჩამენ? In shadow.
do you call it in English? Mountain goats. Mountain goats? Okay. მოკლედ კაია მოგზაურობა ახალ რაღაცების აღმოჩენა. ეს დღე მეხუთე. ალბათ თქვენ შემატყვეთ, რომ უფრო დასვენებული ვარ. უფრო განტურთული. გუშინდელი შემდეგ კარგი დასვენება გამოგვივიდა. ეხლა არის წლის 9 საათი. მოვედით აი ესეთ საბანაკი ადგილზე, სადაც არის სპეციალური ადგილები გამოყოფილი. აქაც მანქანისთვის, ცეცხლისთვის დიდი დაცული ტერიტორია. ამასთან არის კემპ ოფისიც, პატარა სახლუკა, სადაც ყველაფერია მოწყობილი იმისთვის, რომ გასუფთავდე, დაისვენო. აქეთ არის საშხაპე, ტუალეტი და აქეთ გასასვენებელი გასართობის სივრცე. ეს არის საშრობი, სარეცხი მანქანა, მოკლედ ყველაფერი არის მოწყობილი იმისთვის, რომ კარგი განტვირთვა აკრიფო. თან ამ ადგილას ახლა ირგვის მთებია და თვითონ ზაიონის ეროვნულ პარკში ჭერა არ აქვს საერთოდ ტელეფონს, მაგრამ Wi-Fi-ს უზრუნველყოფილია აქაური სივრცე. შესაბამისი დასასვენებელი ადგილები, თუ გინდა კარავი გაშალო, თუ გინდა მანქანა დააყენე. და ფასი არის ამის, რაც გადავიხადეთ ერთ მანქანაზე შემოსვლისას. არის $45, რაც საქართველოსთან შეიძლება ამაღლა ჟღერს და ძვირი ჟღერს, მაგრამ თვითონ იქ 25 წელიწადზე უნდა გავიაროთ, ახლა სადაც თვითონ ეროვნულ პარკში თავისი მოწყობილი სივრცეებია, არც ადგილები არც იყო, 6 თვით ადრე უნდა დაიწყო დაჯავშნა. მაგრამ რომც ყოფილიყო $130 იქნებოდა ერთ მანქანაზე, რაც 25 წუთის გზისთვის ძალიან დიდი სხვაობაა $45-სა და $130 შორის. ამ წინ არის აი ამ სივრცის კაფე, მაღაზია, ნაყინიც აქვს, პიცაც აქვს და მოკლედ გუშინ $45 პლუს $6 თუ $7 ნაყინით გადავერტყით და ძალიან გემრიელად დავისვენეთ. ეხლა უკვე წესრიგდებით ლაგდებით და წინა დღეებისგან განსხვავებით, სადაც უფრო განსატვირთი მომენტები იყო, დღეს უფრო სათავგადასავლო ამბავი გველოდება, იმიტომ რომ იმ ბილიკზე უნდა გავიაროთ, სალაშქრო ბილიკზე, სადაც მდინარეს მიუყვება და ამ მდინარის ალბათ რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს, რომ შეიძლება მოგვიწევს ესე კისრამდე ან წელამდე წყალში შესვლა მდინარის სიღრმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ბილიკი ხშირად კვეთს და მიუყვება მდინარეს. მოკლედ სად ვართ გასაგრილებლად, დასასვენებლად და დღეს წესით ამის შემდეგ უფრო სათავგადასავლო ამბები გველოდება. და მედია ჩემთან ერთად თქვენს იხალისებთ. აბა წავედით.
ესე იგი ჩამოვახციეთ როგორც იქნა. აი ესეთ ადგილად. ეს არის ზაიონის ეროვნული პარკი. ესეთი ავტობუსები სთვის არის განკუთვნილი მხოლოდ მარშრუტის ალკე 9 გაჩერებაა და ცენტრალური სადგურიდან მოყავ შეფის ასურველ ბილიკამდე. ჩვენ ყველაზე შოური ბილიკი აგვირჩიეთ, რომელიც შედის სადღაც აი აქ კანიონში, მიუყვება მდინარეს და Riverside Walk, ანუ მდინარის პირა გასეირნება. ეხლა საპირფარეშოში შევჩერდებით, იმიტომ რომ შემდეგ მთელი 12 კილომეტრი არაფერი არ არის. წავედით, დავეშვით და ნახოთ იმედია გველებს და ხვლიკებს გადაურჩებით. შემოვედით ახლა კანიონში, სადღაც კილომეტრი ნახევარი იქნება აი ესეთი ბილიკი, როგორც აქ არის. და შევდივართ აი იმ ვიწრო ხეობაში, სადაც მდინარეს დავიწროვდება და დაიწყება თავგადასავლები, ეს უბრალოდ გახურებაა ახლა. It's down. Okay. Be careful. წავედით, ხურდებით ნანალა და სადღაც 1 კილომეტრში უნდა დაიწყოს ვიწრო ბილიკი, რომელიც არ იქნება ესე გაყვავილი. ესეც კანიონი. ესეც ბილიკი მორჩა. აი აქ. ახლა უნდა გავუყვეთ მდინარეს და შევიდეთ აი ამ კანიონში. We go this way? Yes. Okay. რა პრობლემაა ქართველი კაცისთვის, ბიჭო? თაში გაზრდილი კაცისთვის, თაში გაზრდილი ფოთოლისთვის. თაშორს აკაურობა მაგონებს? Is it cold, right? Yes. ეს უნდა გავიაროთ ახლა მთელი გზა, რომელიც არის დაახლოებით 10 კილომეტრი. არ ვაპირებთ 10-ვე სავლას, მაგრამ სადღაც 4-5-ის გავლას ვაპირებთ. და ვნახოთ აკაურობა გავს. მე არ ყოფილი ვარ, მაგრამ ფოტოებიდან რაც ვიცი, სხვადასხვა მოგზაურების ბლოგებიდან ბაშლოვანის დაცულ ტერიტორიას. ბაშლოვანის ნაკრძალს. შავი კლდეების მხარეს თუ მეგონი სწორად მახსოვს. იმედია, მალე მანდაც გადავპარჭკუნდები ესე წყალში ან ტბაში ან ჩანჩქერში. წავედით. აი ახლა ამათი ვშურს. აი ამათი. ტემპერატურა ქვევით საიდანაც ამოვედით მაგასთან შედარებით. ერთი იქ თუ იყო 35-36 გრადუსი, აქ იქნება 23-25. იდეალური გარემოა საბოდიალოდ. რაიმე საინტერესო თუ გამოჩნდა, ამის შემდეგ იქნება ზუსტად ჭრა. გავთიშე თუ არა კამერა, აი უკვე ხმაწყალიც მოგვიწია. ეგ რა არისო? შეიძლება კისრამდეც იყოსო მომენტებშიო. აი ხალხი მოღარავს წყალს. რა მინდოდა დაეტიეს, წადი იმუშავე, დოლარები აკეთე. არა, აი ესეთ თავგადასავალზე უარი არ უნდა თქვა კაცმა, სანამ ჯანი გაქვს და ჯანმრთელობა და შესაძლებლობა. მე ფული როცა არის, ენერგია და მუღამი არ არის ხოლმე და აი ეგ საინტერესო ბალანსი, როგორ უნდა დაიჭირო დასვენებასა და მუშაობა შორის მithumetes ამერიკაში. კარგი, ეს ახლა სადაც ყოველ ნაბიჯზე შევტოპავთ, ჩართვას არ ვაპირებ, მაგრამ შემდეგი საინტერესო მომენტი თუ იქნება, ვერ დამასწრებს ვერავინ ტელეფონის გამოყენებას. ჭრა.
300 მეტრის კი არ გამოგვიულია ჯერ და შეხედეთ. ხალხი უკვე წელამდე წყალშია. არსად შემოსავლელი გზა არ არის. No another way. Wow. Go behind me. Is the temperature still perfect? No, not at all. Look at the backpack. It's good. Can you carry so? Yes. We don't want to make it wet. Ooh. Yeah, almost out. რა გაჭირება გაქვს და ეტიეს სახში. ზაიონის ეროვნული პარკი კი არა. Are you happy? Okay. Is it cold? I'm nervous on backpack. There's the food. I don't want to stay hungry in this area. Yeah, we did this. Come on. Ახლობით 1 საათია მოვდივართ, სადღაც 3 კილომეტრამდე გავიარეთ, სულ ასეთი გზა არის, ასავალ-დასავალი. აი ამ ადგილს ეხლა სადაც შევდივარ ეძახიან, ზედმეტ სახელად მოიხსენიებენ ხოლმე როგორც Wall Street, ანუ კედლების ქუჩას, კედლების გასასვლელს, იმიტომ რომ აი ესეთი ვიწრო გასასვლელია, სადაც უნდა შევიდეთ ეხლა. მე მგონი ეს არის ის ადგილი, სადაც ღრმა იქნება წყალი კედლამდე მაინც მოგწდება. მაგრამ ძალიან ლამაზია. ეს გავწიოთ. Oops. აი ესე ჯობია. Okay. Fotos გადაღების დროს მოვიდა. ესე იგი, ეხლა რა ხდება? ნახევარი გზა გავიარეთ, ავედით, აი კი დასულები ვიყავით და ეხლა უკომპროდებით, იმიტომ რომ აი ეს ძალიან მაგარი ადგილი მოვინიშნეთ, სადაც ერთი მომენტია მთელი 60 კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც წყალი უბდება და ძალიან მაგარ საბანაოს ქმნის. და ეხლა სანამ გავგუნდებით უკან, ცოტას გავგრილდებით. კიდევ ერთხელ შეგახედებთ, სად ვართ, ძალიან მაგარი ადგილი. აი აქ და აქ ეხლა უნდა ჩავყვინთოთ. Are you ready? Ready. It's time to warm up. Warm up. Are you ready? Ready. Let's go then. Ooh, it's getting cold. Is it deep? I'm standing right now. Okay. I'm 6 foot. Oh yeah. So We're not 6 foot. they need to kick a little bit, you know? Maybe stay next to this rock, it's pretty shallow. I'm not 6 foot. Have fun.
Okay. You are cold. One, two, three. You got this. Tornica's the machine. The machine. Woo! Wah! Welcome from Georgia. მოკლედ ასეთი იყო ჩვენი მეხუთე დღე ზაიონის ეროვნულ პარკში, რომელმაც ოდნებს გადააჭარბა ასობით ვიდეო და ფოტო გადაღებული და დამუშავებისას იმედია ისეთი გამოვა, როგორიც მე ნახე ჩემი თვალით და ის ემოციები და შთაბეჭდილებები იმედია თქვენთან ისეთ დონეზე მომაქვს, როგორიც დღეს იყო და ბოლო 5 დღის განმავლობაში იყო. ახლა საღამოს 7 საათი ხდება აკაური დროით და მივდივართ ბრაისის კანიონზე. როგორც მითხრა, საღამოს მანქანებით დილის 6 საათზე უნდა გავიღვიძოთ და შევხვდეთ მზის სამოსვლას მანდ, იმიტომ რომ კანიონზე საკუთრებული ეფექტი ქონია მზის ამოსვლას. როგორც შტურმანმა მომახსენა 2 საათიანი გზა გვაქვს წინ და ამ საღამოს ალბათ მან დავბანახდებით და ხვალიდან, ანუ ალბათ უფრო შემდეგი ეპიზოდიდან შემოგთავაზებთ და გაჩვენებთ ბრაისის კანიონს და შემდეგ უკვე იქიდან მივდივართ 8 საათიან გზაზე იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში. არ ვიცი რამდენი ნაწილი გამოვა, საერთოდ რა სიგრძის ვიდეო გამოვა, მინდა რომ მაქსიმალურად ყველაფერი მოვიტანოთ თქვენამდე და გაჩვენოთ ის სილამაზე, რაც თუნდაც ამერიკას აქვს. აბა, თქვენ მშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.